გამარჯობათ მეგობრებო. გილოცავთ დემოკრატიული დღის აღსანიშნავ 26 მაისს, რომელიც დემოკრატია, რასაც ქვია, საქართველოში უკვე აღარ არსებობს. დემოკრატია არის ჩვენთვის სიმშილი, საქართველოს იზოლირება, ღირსების შელახვა, ციხე, ჯარიმები, ეს დაგვიწესა ჩვენმა არალეგიტიმურმა მთავრობამ და რას ვზეიმობთ, მე არ ვიცი. რომ ყოფილიყო ის მადლიანი 9 წლიანი მმართველობა, შეიძლება დემოკრატია სულ სხვა აზრით, სულ სხვა სიყვარულით, სულ სხვა სიხარულით გვეზეიმა. საზეიმო არაფერი გვაქვს. ეხლა წავიკითხე, რომ უნივერსიტეტთან როცა შეგროვდებიან, იქნება ზეიმი. რას ზეიმობთ ხალხო? იმას, რომ ჩვენი მისი თავი არა გვაქვს საქართველოს დემოკრატია შევინარჩუნოთ, იმას, რომ პრეზიდენტმა, რომელმაც ზვიადი გამსახურდიას გამოცხადებული საქართველოს დემოკრატია პრაქტიკაში მოიყვანა და დღეს ციხეში გვიზის, იმას ვზეიმობთ. დააკვირდით ალბათ Facebook-ში გამოვიდა სურათი, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინული წესით თმები შეჭრილი აქვს და უკრაინული პერანგი აცვია. ეს არის ჩუმი მიხეილ სააკაშვილისგან უარყოფა საქართველოსი და მხარს უჭერ. ჩვენ არა ვართ მიხეილ სააკაშვილის ღირსი. მოვალ დრო, როგორც ზვიად გამსახურდიას მწარედ ვიხსენებთ და გული გვტყივა, რომ ის დავკარგეთ, ასე იქნება მიხეილ სააკაშვილიც. საქართველოსკენ აღარ გამოიხედავს როგორც პრეზიდენტი. არ ჩაერთვება არავითარ პოლიტიკაში და აი მაშინ დავაკლდება მიხეილ სააკაშვილი. აი მაშინ გვეტირება მთლიანად ყოფა. კაცი, რომელიც სოფლიოში ნაცნობია როგორც უმაღლესი პოლიტიკოსი, რეფორმატორი და ქვეყანა გაკვირვებაში მოყავდა, საქართველო მის არ დააფასა. საქართველოში შეასხეს ტალახი დაუმსახურებლად, დიახ, დაუმსახურებლად. მიხეილ სააკაშვილის პერიოდში საქართველო მხრებს იშლიდა და ფეხზე წამოდგა, ამაყად იდგა თავის არენაზე, რითაც გააკვირვა ევროპაც და ამერიკაც. მე ისიც მინდა გითხრათ, რომ დროშებს, რომელსაც ვაფრიალებთ დღეს და გავაფრიალებთ, ესეც მიხეილ სააკაშვილის შემოტანილი დროშაა. ჰიმნს, რომელსაც მოусმენთ, ისიც მიხეილ სააკაშვილის შემოტანილია საქართველოში. ესღა დარჩა გერბთან ერთად, რაც მიხეილ სააკაშვილმა 9 წლიანი მმართველობის დროს შემოიტანა და იმ დროშას თავისი ისტორია აქვს. მადლობა მიხეილ სააკაშვილს, რომ გაგვახსენა ჩვენი ისტორიული ჯვრიანი დროშა, როცა ვიყავით მგლები და არა ტურები. გვიყვარდა სამშობლო და სიცოცხლესაც კი ვწირავდით მაგის გულისთვის. აი ეს შეგვახსენა მიხეილ სააკაშვილმა ამ დროშით და დღეს იგი გამოთქვამს ჩუმ პროტესტს ქართველობაზე. და მივესალმები, ჩვენ არა ვართ ღირსი მიხეილ სააკაშვილის და არც ვიქნებით არასდროს ღირსი, სანამ გვეყოლება ეს გამყიდველები და საით მიგვატრევენ,
რუსეთისა და ივანიშვილის ჯიბეში. ეს არის ჩვენი ქვეყანა. მოსალოცად კი არაფერი არ მაქვს მოსალოცი ხალხო. დავტირივარ, მართლაც დავტირივარ იმ 9 წლიან მართლობას, როცა ჩემი ქვეყანა ხალხთან აღარა მაქვს უკვე საქმე. ჩემი ქვეყანა მხრებ გაშლილი იყო, დღეს კი ფრთები აქვს მოტეხილი და ვიბრალებს დემოკრატიობას. სად არის დემოკრატია? რომელ მხარეზე გაფრინდა და ჩვენ ვერ დავიჭირეთ ის ჩვენი უვიცობით, ჩვენი დაუნახაობით, ჩვენი უმადურობით გავწირეთ ქვეყანაც და მისი აღმდგენელი, ამშენებელი პრეზიდენტიც. ესა ვართ ჩვენ. მე ბევრი სალაპარაკო არა მაქვს. ეხლა ვემზადები კლინიკაში წასასვლელად, რომ ექიმის დარიგება მივიღო, რომ საღამომდე აქციაზე მოვდივარ და ცუდად არ გავხდე. ამიტომ ვემზადები და ძალიან გთხოვთ, აი ამ კაცს ერთხელ მაინც ვსწრეთ პატივი და გამოვიდეთ მისი ფოტოებით აქციაზე. მოვითხოვოთ საგანგაშო განთავისუფლება მიხეილ სააკაშვილის. ერთხელ მაინც დააფასეთ ხალხო. ერთხელ მაინც მიხვდით თუ რა ბრილიანტი დაკარგა საქართველომ, რა ბრილიანტი დამარხა ცოცხლად. ეს არის მიხეილ სააკაშვილი. მე მიხეილ სააკაშვილს უსურვებ წარმატებებს, სადაც არ უნდა იყოს. ყოველთვის პატივს ვცემ, ვიცი რომ იგი მაინც საქართველოს დიდ სიყვარულს, სადაც არ უნდა იყოს, გულით დაატარებს და ფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთხელ მაინც შემოიხედავს საქართველოში, რომ ჩვენ ქართველებმა რაც დავმართეთ მიხეილ სააკაშვილს, რა ღალატიც მოუწყვეთ, როგორც მოვაწყვეთ, რომ საკარტრებმა მიხეილ სააკაშვილი ციხეში დაჯდომით გაიმეტეს, აი იმაზე ბოდიში მოუხადოთ. თუ ჩვენ ღირსება გვაქვს, აი ის ღირსება მის წინ ბოდიშის მოხდით უნდა აღვიდგინოთ ხალხო. უნდა მივხვდეთ ჩვენთვის რა არის კარგი და რა არის ცუდი. მეც სალაპარაკო არა მაქვს. შევხვდებით 8 საათისთვის პარლამენტის წინ, დაწყევლილ პარლამენტის წინ. კარგად ბრძანდებოდეთ, გისურვებთ წარმატებებს, არ ვიცი რაში, მაგრამ მაინც დიდხანს სიცოცხლეს გისურვებს ჩემო ერო. დიდხანს სიცოცხლეს. და დაფიქრდით, თუ როგორ გავწირეთ, როგორც ჩვენი ქვეყანა, როგორც ჩვენი პრეზიდენტი, ისე ჩვენი შვილების მომავალი. დროშები ჩქარა ხალხო. ის დროშები, რომლებმაც უნდა გაგვახსენოს, თუ ვინ ვიყავით ქართველები და დღეს ვინ ვართ. კარგად ბრძანდებოდეთ.